წავედით მოკლედ ახალი მანქანის ასარჩევად და დევი რა სიტყვია მომ? მე დევი. გონი წინა მანქანის პატრონი ძალიან გავახარეთ. მე მაგ ემოციებიდან ვერ გამოვედი. ვერ დავიძინე გუშინ მართლა. მეც თუნდაც ვიყავი. ემოციებისგან, მინდა ვერ დავიძინე. სულ მაგას ვატრიალებდი თავში, აი ამ ხალის სახე მედგა სულ და საკაი. რა მხევა სიამოვნება არის ადამიანს რაღაცა მონაწილე მაინც რო ხარ მაგ ხევა ბედნიერების ჩემთვის კი არა ჩვენთვის არის აბა თავარი აზრიც ეგ იყო ალბათ ჩემ იდეაში თავი და თავი საიდანაც დაიწყო მოგესალმებით ეს 0-100-ია ჩემი სახელია ჭკრნაპ ჰაფეთ კიკინი ეგ მე და გიგამაც უნდა თქვას ახლა ვინ ოკუმევევე კრჩკრუნაჩი ოტივებს რეები ქვიათ იმენა ბიტებია ეგ იცი რომ ვაფშე გადააობენ იტყუებიან სინამდვილე არ არის არ არის ისი ჩვენი რუბრიკა რო გვაქვს წინაზე რა გამიხილეთ просто ის ვერ მოხდა იმ მომენტში რა ქვია რაღაცა გამიხილეთ ეგეთი ის there is a lion oh my god თუ რაღაცა ეგა მეფელობის საუნდტრეკი ხოდა ეგრე არ ყოფილა აუ ეს ძალიან საკაიფო მანქანა არის იმიტომ რომ ძალიან იშვიათი მოდელია ხო და სიმართლე გითხრა მე ეგ მოდელი საქართველოში რანახი არ მყავს ბიჭო არც მე არ მყავს მართლა გავს იცი რას Toyota-ს მოდელი არის და გავს Toyota რა ქვია Celica თუ რაღაც ეგ მოდელია Celica ინჩა ბიჭო რა მაგას გავს მაგრამ ეგ მოდელი არ არის რა მოდელია დამოვიწყდა უკვე იმიტომ ChatGPT ჩაუგდე ფოტო რომ ეთქვა რა მოდელია თვითონ ეგ მანქანა ჩვენ მივდივართ ახლა გლდანში ის ამართი გლდანი დიდია ჩემს გლდანი დიდია გლდანი დიდიაში მივდივართ დიდი დიღომი ხო არის გლდანს დიდი არა ნომინაცია დიდი გლდანი სოფელ დიღომი ხო არის და სოფელ გლდანიც არის სოფელ გლდანიც არის მაგრამ დიდი გლდანი და გლდანი უფრო დიდი მაგრამ დავაარსოთ მოვედით მანქანასთან მოკლედ პირველად ისე რომ არავირიეთ სადღაც არ დავიკარგეთ არ დავიკარგეთ ეს არის მანქანა დავაჯექით პირდაპირ ლოკაციას რა კაი მანქანაა ცოტა იცი რისი ვაიბები აქვს Civic-ის არა რაღაცა ეგეთი ის ღია არის ბიჭო არა ის ძალიან მაღალი აქვს რა ეთყობა და მეგონა რომ ღია იყო დაურეკოთ ახლა გადაცემა გვაქვს ჩვენ რა პატრონს ბიჭო რაღაცა ჩემი ბავშვობა გამახსენდა ჩემ ბავშვობაში დადიოდა კი არ დადიოდა ხოლმე და ესეთი მანქანა ვისაც ყავდა ანუ აი რაღაცა სხვა შეგრძნება ქონდა რომ ჯდებოდი რა კაი ვრეკავ ჩვენ ბავშვობაში ლადები იყო ყველგან და ჯენ ლადები ითვლებოდა 03 07 და C8 და ნუ ეხლა ჟარგონი არ არის ეგრე ეძახდნენ მაგ მანქანებს რა ხაი ხართ ესე იგი აი ეს აჰა გამარჯვება გიგა ესოსაც მამა ხარი რა მაგარი მოკლედ მანქანა სუპერ მანქანაა სოსოს ველაპარაკე ახლა სამსახურში ვარ და გამოვარდებიო და სერიოზულ ტიუნინგს გაიგლის ეს მანქანა გაასწორებს მაგას ეს მანქანა იყო ხო გავიგეთ კი მამა თქვენის იყო ხო რა და ამ მანქანას რა ვიცი თავის ისტორიები აქვს და ისე თავის დროზე მაგარი მანქანა ყოლია რა ალო აჰა მე მანქანასთან ავარბე და შენ გელოდე დასხახი არა არ დაველოდებით ისე წავიდა შენ იქოქება ხო მანქანა იქოქება ხა აკუმულატორი და დადის შეულებრივად დადის ხო გასაღებიო მოხსენ შეიძლება რომ რაღაცები ავხსნა გასაღები ხო დავხო მინდი ოდის გინდონა პოსტერი არამე ჯეირანი კაი ბერემი ჯეირანი გინდა მიდი აჰა მოიცა გასაღები აქედან და ჯეირანი აჰა დამანები თავი ძლივს რა მოიგო იმენა პირველი ჯეირანი მომიგო ფუჟენით შეწამოდი ფუჟენით მეწამოვალ არ არის პრობლემა გამიღე კარები ბიჭო ეს ეგოისტი კაცია ვინა ამანქანას ქუთაისში ეძახიანო ხო ის ზმაკაცების დედა მოტყვა რომ მამა ესეთ მანქანებს ეძახიან ორი კაცი რო ეტევა მაგრამ ანუ შენ და შენი გოგო და რამე და უკან ზმაკაცების დედაც მოტყვა ცოტა Civic-ის მუღამი ბიჭო მაგარი მუღამია მე ბავშვობაში დავბრუნდი მაგალითად რა იყო ჩემს აი დაქოქვა ვიჩარი ცოტა მანქანა უნდა დაქოქვა ვიჩარი ცოტა აჰა
აბა ოპა ოლე დაუშვა კი გაუშვათო ეს ვულკანიზაცია რაც მაქვს ლარი თუ 2 ლარი 5 ლარი გავლინ უნინძა ხარ შეჩემო უნინძა ვარ აბა რა ვარ დონატელო ვარ ეს მანქანა დაახლოებით 14 წლის წინ მამაჩიმა ჩამოიყვანა გერმანიიდან და რაღაც წითელი ნომრები ქონდა მაშინ, რავი, არც ვიცოდი პირველად ნახე ესეთი ნომრები და თავიდან ესეთი უცხო მანქანა რო დავინახე, ძალიან შემიყვარდა, რაღაცნაირად მომეწონა და თან არც არ დადიოდა ესეთი რა, არასდროს ამყავდა ეს მანქანა ნანახი. და შემდგომ რაღაცა გარკვეული დროის განმავლობაში დავდიოდით ამ მანქანით, მე ამ ნომრებთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები შეექმნა და გავაჩერეთ რუსთავის ავტოსადგომზე რა. პაპაჩემს ზოგადად მოსწონდა ეს მანქანა, უყვარდა ძალიან ის წითელი რო იყო ის პატარა სპორტული. იმის მერე, რავი, 13 წელი ყავდა პაპაჩემს და შვილი უთული და ამ მანქანას რასაც ქვია, აი ყოველდღიური გარეცხები, შიგნიდან ამოწმინდები ისე და მე ინფარქტი მიიღო ის და ისე ვეღარ უვლიდა ხოლმე ამ მანქანას და სულ აი პირველში ჩააგდებდა ხოლმე, მიდიოდა თავის ადგილას და ისე მოდიოდა ხოლმე რა სახში. დაახლოებით ახლა 2 თვის წინ დაიღუპა პაპაჩემი და ნუ ამ მანქანაზე სულ იმას იძახდა რომ სოსიკოს უნდა ვაჩუქო, ჩემზე სოსიკოს უნდა ვაჩუქო და ყველა მიცოდა რომ ჩემი მანქანა იყო ეს. რო დაიღუპა და დამიტოვა ეს მანქანა და ეს მანქანა მინდოდა რომ თავიდანვე ყველაფერი გამეკრას, ყველაფერი შემეცვალა ისე რომ ყოფილიყო ძალიან როგორც თავიდან იყო უბრალოდ რა. მე გამოსცდი თქვენ და გამოვაგზავნე ყველაფერი, მეთქი ბიჭები უფრო კარგად მიხედავენ მე. აი თქვენ ვიდეოს როდესაც უყურა ის CR-კა რო გააკეთეთ, Mercedes რო გააკეთეთ, თავიდან მეგონა რომ მეთქი ეს უბრალოდ მოყვარული ზონეზე გააკეთებენ მეთქი და ისე რომ თავიდან ბოლომდე ვიდეოს რო უყურე, მან მივხვდი რომ ამ მანქანის გადმოგზავნის მერე ვაფშე სხვა მანქანას მომიყვანდნენ რა, თქვენ რომ არც ვიფიქრებდი, არც მეგონა რომ ვაფშე წაიყვანდნენ ამ მანქანას და ნახავდით, მაგრამ ეხლა მგონია რომ ძალიან დიდ მანქანას მომიყვანთ. სოსო რუსიშვილი, საქმეა მერჩენდაიზერი ვარ ნაბეგლავის კომპანიაში. Konnichiwa. Kuruba hokoso kuipa ibetu. Kinewa nyuksomani go speedometru ebakalturi asumreva japeso. Inoma kaniso tito bada Naruto pekeldi soba. Tito da toyo taketso paturezo. Inoma hamjoa izawana speedometru kisoputu. Trisoma sakima inoma zelova. Nusu Akido nasugo nido mapsikordo. Tutuba ya sobrando. Arigato gozaimasu. მოკლედო მოგესალმათ ჩვენი მოწვეული სტუმარი და ისაო რა ესო Toyota-ო რო Naruto-ო და იაპონური კარგად რო ეს მანქანაო რო კარგად Tashiwa yuba ai aba ambol. ისაო საბურავებიო ამბოლშიო და ამბოლში გვინდაო რომ საბურავებიო ამბოლში გაკეთდეს და მანქანა კარგი უნდა იყოსო. გაიგეთ ბიჭო რა უნდა ამას? აურავი ბექარა
გამარჯობათ, როგორც ვიცი, ეს მანქანა თავიდან ბოლომდე იღებება, მაგრამ არის რამოდენიმე წერტილები მანქანაზე, რაც შეიძლება ცივად გასწორდეს და ნაკლები შპაკლი წავიდეს ამ მანქანაზე. and the couple in the tap with the who in the German check back into the medochi paper mat you with the factory 다리다가 중심을 잃어 널 이렇게 반들에게 이시대 리더 순수가 판치를 추세 사자가 판치를 현생부 찾아 주죠 넌 어디서 어제 말했던 수익자리 진심이라 뺐던 놈들 중에 콘산도 없지 패매여가 너를 감아쳐 쓰리도 졌으니 금방도 다음 날이 돼 금방도 다음 해가 돼 금방도 다음 생이 돼이 굴레에서 벗어나게 도와주니 칼춤 당연 시대 정신병 이 시대 대표 트레인 시대 밖에 도움이 같은 말이 무시되는 트렌드 모노동이 사상반이 단복적인 그런 프레임 그게 하나뿐인 fame 그게 하나뿐인 fake 오마니 밤에 home 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 오마니 하나 둘셋 가자 머니우먼 마인드 브로디의 젊음 똑같은 똑거리 복사는 허풍 껍데기밖에 없는 21세기 선비 의상이 높이네 거짓말이 썩기 싫은 길이 다른데 나를 지키기 위해서 입을 타는데 너를 지키기 위해서 나를 가는데 한두 곳 판사에 코고 있는 요즘 바비 움직여라 네 몸뚱이 상만대로 적었으니 뭐 제대로 된 게 없지 금방도 다음 날이 돼 금방도 다음 해가 돼 금방도 다음 생이 돼이 굴레에서 벗어나게 도와주니 칼춤 당연 시대 정신병 이 시대 대표 트레인 시대 밖에 도움이 같은 말이 무시되는 트렌드 모노동이 사상반이 단복적인 그런 프렌드 그게 하나뿐인 fame 그게 하나뿐인 fake 오마니 밤에 home 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 오마니 하나 둘셋 가자 머니우먼 마인드 브로디의 젊음 똑같은 똑거리 복사는 허풍 껍데기밖에 없는 21세기 선비 의상이 높이네 거짓말이 썩기 싫은 길이 다른데 나를 지키기 위해서 입을 타는데 너를 지키기 위해서 나를 가는데 한두 곳 판사에 코고 있는 요즘 바비 움직여라 네 몸뚱이 상만대로 적었으니 뭐 제대로 된 게 없지 금방도 다음 날이 돼 금방도 다음 해가 돼 금방도 다음 생이 돼이 굴레에서 벗어나게 도와주니 칼춤 당연 시대 정신병 이 시대 대표 트레인 როგორც ხედავთ, ავტომობილი დაიშპაკლა, ემზადება დასაკრუნტად და რაც ყველაზე მთავარი არის, დაშპაკლის შემდეგ და შეღებამდე უნდა წაესვას ანტისილიკონი, ეგრეთ წოდებული ცხიმების მოსაშორებელი. ეხლა ჩვენ ამით გადავწმინდოთ და შემდეგ დავიწყებთ ავტომობილის დაგრუნტვას. and the couple in the tap with the who in the German check back into the medochi paper mat you with the factory 다리다가 중심을 잃어 널 이렇게 반들에게 이시대 리더 순수가 판치를 추세 사자가 판치를 현생부 찾아 주죠 넌 어디서 어제 말했던 수익자리 진심이라 뺐던 놈들 중에 콘산도 없지 패매여가 너를 감아쳐 쓰리도 졌으니 금방도 다음 날이 돼 금방도 다음 해가 돼 금방도 다음 생이 돼이 굴레에서 벗어나게 도와주니 칼춤 당연 시대 정신병 이 시대 대표 트레인 시대 밖에 도움이 같은 말이 무시되는 트렌드 모노동이 사상반이 단복적인 그런 프렌드 그게 하나뿐인 fame 그게 하나뿐인 fake 오마니 밤에 home 오마니 밤에 home
많이 보디 이처럼 똑같은 똑거리 복사된 허풍 껍데기밖에 없는 21세기 선비 의상의 논평 거짓말이 썩기 싫은 길이 다른데 나를 지키기 위해서 입을 타는데 너를 지키기 위해서 나를 가는데 한두 곳 판사의 코에 있는 요즘 움직여라 네 몸뚱이 상만대로 적었으니 뭐 제대로 된 게 없지 금방 또 다음 날이 돼 금방 또 다음 해가 돼 금방 또 다음 생이 돼이 굴레에서 벗어나게 도와주니 칼춤 당연 시대 정신병 이 시대 대표 트렌 시대밖에 도움이 같은 말이 무시되는 트렌드 모노пол리 사상반이 단목적인 그런 프렌드 그게 하나뿐인 fame 그게 하나뿐인 fake 오마니 밤에 홈 오마니 밤에 홈 오마니 밤에 홈 오마니 오마니 밤에 홈 오마니 밤에 홈 오마니 밤에 홈 오마니 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 밤에 홈 오마니 밤에 홈 오마니 밤에 홈 오마니 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 밤에 홈 오마니 밤에 홈 오마니 밤에 홈 오마니 피로 온다 호생의 거품 울면은 대불이 후회는 젊음 제방이 두드면 동지 매밤 맞춰 the fact trend 다리다가 중심을 잃어 널 이렇게 반들에게 이 시대의 리더 순수가 판치를 추세 사자가 판치를 현세 못 찾아 주제 넌 어디서 어제 말했던 숫자리 진심이라 뺐던 놈들 죽여 건산도 없지 배매여가 너를 감아쳤으리도 졌으니 금방 또 다음 날이 돼 금방 또 다음 해가 돼 금방 또 다음 생이 돼이 굴레에서 벗어나게 도와주니 칼춤 당연 시대 정신병 이 시대 대표 트렌드 시대밖에 도움이 같은 말이 무시되는 트렌드 모노폴리 사상반이 단목적인 그런 프렌드 그게 하나뿐인 fame 그게 하나뿐인 fake 오마니 밤에 홈 오마니 밤에 홈 오마니 밤에 홈 오마니 오마니 밤에 홈 오마니 밤에 홈 오마니 밤에 홈 오마니 오마니 하나 둘셋 가자 원유만 많이 보디 이 젊음 똑같은 똑거리 복사된 허풍 껍데기밖에 없는 21세기 선비 의상의 논평 거짓말이 썩기 싫은 길이 다른데 나를 지키기 위해서 입을 타는데 너를 지키기 위해서 나를 가는데 한두 곳 판사의 코에 있는 요즘 움직여라 네 몸뚱이 상만대로 적었으니 뭐 제대로 된 게 없지 금방 또 다음 날이 돼 금방 또 다음 해가 돼 금방 또 다음 생이 돼이 굴레에서 벗어나게 도와주니 칼춤 당연 시대 정신병 이 시대 대표 트렌드 მოვედით მოკლედ Speedface-ში, რომ ჩვენი Toyota-სთვის გავაკეთოთ ყველაზე განსხვავებული სპიდომეტრი, რომელიც მარტო ერთადერთი იქნება საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში. პირველ რიგში მოგესალმებით და მინდა რომ წარმატება უსურვოთ თქვენ პროექტს და ბევრი სკოლები გაგეხარებოდეთ. რადგან მანქანა არის იაპონური, ვიფიქრე რომ რაღაცა იაპონური კულტურის ერთ-ერთი დიდი მატარებელი არის იაპონური ანიმეები და ვფიქრობ რომ გავუკეთოთ ჩვენს Toyota-ს რამე თემატიკა, რომელიც იქნება იაპონური ანიმედან. და რომელი არის ყველაზე ცნობილი იაპონური ანიმე? რა თქმა უნდა, Naruto. დაფაზე რა სივრცეც გვაქვს, შეგვიძლია ვითვისოთ მაქსიმალურად, რაც მინდა დავახატოთ, რაც მინდა დავაწეროთ, რა ინიციალებიც მინდა ის გავაკეთოთ. ჩვენ ახლა მთავარია რომ შევარჩიოთ სასურველი დიზაინი, ჩამოყალიბდეთ ფონტზე, ქარხნულ დავტოვოთ, შევცვალოთ, რამ გაანათოს, რამ არ გაანათოს და ვფიქრობ, რომ კარგი იქნება თუ გავაკეთებთ ამ მოდელზე ასევე განათებას შევცვლით და შეგვიძლია გადავაწყოთ RGB განათებაზე. ეს არის განათება, რომელიც ფერებს იცვლის. კი, განათება, რომელიც ფერებს იცვლის. ვაუ. მე მაგ რამოდენიმე რეფერენსი, აი თუ შეგიძლია რომ გვანახო მაგალითად აი ამ ჩემი რეფერენსებიდან როგორ იქნება უკვე დაფაზე, როგორ დავინახავთ ამ ყველაფერს. კი ბატონო, ჩვენი ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ ეგ არის, რომ შევქნათ ის დიზაინი, რაც მაქსიმალურად მიახლოებული არის დამკვეთის სურვილთან. მოკლედ, გვაქვს დასკანერებული ვერსია, დასკანერებული სპიდომეტრი და ვიწყებთ უკვე აღნიშნულ დაფაზე დიზაინის მორგებას. პირველ რიგში მოვნიშნოთ ჭრის ხაზი, სად გადის, სად უნდა მოიჭრას და რეალურად რა ფორმა უნდა მიეცეს სპიდომეტს. ამისათვის ვიწყებთ ჭრის ხაზების მონიშნას. დავუშვათ აი ეს
აქ მოხდება ამოჭრა იმისათვის, რომ დაფას მოირგოს იდეალურად. ანალოგიურად ხდება სხვა ნებისმიერ ჭრილზე, რაც კი უნდა მოიჭრას, აუცილებლად უნდა გაკეთდეს ჭრის ზოლი. და ეს ჭრის ზოლი აუცილებლად უნდა იყოს ზუსტად იდენტური, როგორც ქარხნულზე. კარგი, მოკლედ, გავაკეთეთ მონიშნები დაფაზე, იდეალურად ერგება თავის ქარხნულ მონაცემებს. რაც შეეხება ფონტს, ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ დარჩენილიყო ქარხნული ფონტი და ესეც ჩვენი ქარხნული ფონტი. მეტად რომ ფაქტიურად იდეალურია და ერთ-ერთი ემთხვევა იმ ფონტს, რაც უშუალოდ ქარხანას აქვს გამოყენებული. სიჩქარის მაჩვენებელთა დაფაზე შევარჩიეთ აღნიშნული სურათი, თუმცა როგორც ხედავ ზომებში განსხვავებაა და აუცილებელია რომ ჩვენი სურათი იდეალურ ზომებში ერგებოდეს ჩვენს დაფას. ჩვენი ზომები გამოვიდა ზუსტად ესეთი და იდეალურად ერგება ჩვენს სიჩქარის მაჩვენებელთა დაფას. მივიღებთ ესეთ შედეგს. ჩვენ შეგვიძლია ახლა ამ სპიდომეტრზე კონკრეტული ელვის ეს ხაზები გავანათოთ. შეგვიძლია მოვნიშნოთ კონკრეტული ხაზები, რომელიც ჩვენი სურვილისამებრ გაანათებს. თავლაში უკვე სათუნუქე და სამღერო სამუშაოები უკვე გაკეთებულია და ეხლა გადავდივართ აი იმაზე, რასაც ნამდვილად ქვია დეტაილინგი, ანუ რაღაცა დეტალების გაკეთებაზე. ეხლა მოვედით აგერ თორნიკესთან. სალამი. და მაინტერესებს რა იდეით ხარ, ჩემო მეგობარო, გვინდა რომ რაღაცნაირად ცოტა უფრო გავაფორმოთ რა ეს მანქანა, იმიტომ რომ რაღაც სტანდარტულია ესეთი წითელი რაც გამოვიდა, ძალიან ლამაზია და კარგია, მაგრამ რაღაცა ვიფიქრეთ რომ რაღაც დეტალები დაუმატოთ კიდე ამ მანქანას და ვნახოთ ახლა რა იდეები შემოგთავაზებს თორნიკე. გამარჯობა პირველ რიგში. დავიწყებთ წვენდით და პოლირებით, რა თქმა უნდა, რომ მანქანა მოვიყვანოთ კარგ მდგომარეობაში, რასაც აქამდე ვაკეთებთ ყველა მანქანაზე. და ზუსტად იგივე ვიფიქრე მეც, რომ რაღაც სხვა მანქანები გამორჩეული იყო რაღაც, ეს მანქანა უბრალოდ წითელი ლამაზ წითელი ფერი იყო, კარგი შეღებილი და დიდად ყურადღებას არ მიიქცევდა. ამიტომ გადავწყვიტე რომ რაღაც დიზაინი გამეკეთებინა მეც, ეგ იდეა მქონდა. რაღაც მუშაობა დავიწყე დიზაინზე და ეხლა დაახლოებით აგიხსნი რას ვაკეთებთ. წინ გავუკეთდება ორი ზოლი, კაპოტზე, ჭერზე, საბარგულზე. ორი ზოლი გავუკეთება შავი თეთრი კანტებით. რატო შავი თეთრი კანტებით ეხლა მაგას გეტყვეს, მე რატო ავარჩი? ამ მხარეს ვაკეთებ დიზაინს. აი დახრილი დიზაინი იქნება დაახლოებით ამ წერტილში. GR არის როგორც აი Mercedes ყავს AMG, BMW ყავს M, იგივეა სპორტ კომპლექტაცია, Toyota-ს არის GR. ამ მოდელს კონკრეტულად არ ყავს GR, არ არსებობს ეს მანქანა GR კომპლექტაციის, მაგრამ რახან Toyota-ს სპორტული ხაზი იყო GR, მაგიტომ გადავწყვეტეთ რომ ესე გაგვეკეთებინა რა. ძალიან კაი იდეა. დავამატე ერთი ფერი, აქ გვაქვს წითელი, შავი, თეთრი, დავამატე ერთი ფერი ნაცრისფერი, რომელიც ცოტა რაც განსხვავებულ ფერს მიცემს ამ დიზაინში და აქედან გამომდინარე შავი და თეთრი ავიღე, კაპოტზე, ჭერზე და საბარგულზე ზოლები გაგვეკეთებინა. გაფორმდება მე რა თქმა უნდა ჩვენი და თქვენი სპონსორების ბრენდინგით
და ძალიან ლამაზი ყურადღების მიმცემი მანქანა იქნება ქუჩაში ესე იგრძნოს. ძალიან მაგარი იდეა. ეხლა ანუ რა ეტაპები გვაქვს? ეხლა შეგვიძლია რომ უკვე ფირები ჩავდოთ და ამოვჭრათ ეს ისინი თუ ჯერ ზომები უნდა დასვა და ასე შემდეგ. ჯერ ზომები უნდა დავსვათ, მერე შეგვიძლია ფირი ჩავდოთ, ამოვჭრათ უკვე ეს დიზაინები, დავიწყოთ ნელ-ნელა ამოჭრა. ამასობაში დაბლა მანქანა გაირეცხება. მერე რაღაც ფარები დაპოლირდება, რაღაცები გაკეთება, რომ უფრო გამონათოს ამ რაღაც მოძველებულმა დეტალებმა. და მე უკვე გადაკვირვად შეგვიძლია დავიწყოთ. მოკლედ, მეგობრებო, როგორც გაიგეთ, ამ ულამაზეს მანქანაზე იქნება ზედ დატანილი ჩვენი სპონსორების ლოგოები. ასე რომ თუ გინდათ რომ ქალაქში იაროს მანქანა, რომელსაც თქვენი ლოგოები ექნება ზედ, დაგვასპონსორეთ, დაგვირეკეთ, დაგვიკავშირეთ, ან მოგწერეთ, ძალიან ბევრი შემოთავაზება გვაქვს თქვენთან და თქვენგანაც მოვისმენთ რა შემოთავაზებები გვაქვთ რეკლამასთან დაკავშირებით. ახლა მე მაინტერესებს, აი დაახლოებით რეფერენსი ხო არ გაქვს რა გამოვა საბოლოოდ ამ მანქანისგან? კი, დაახლოებით მაქვს, აი ეს იყო პირველი საწყისი იდეა. ხა. მაგრამ ესეთ რაღაც გადავწყვიტეთ. ეს კაპოტზე GRS ლოგო მოვაშოროთ და ნაკლები დეტალი დავტოვოთ. ეს თეთრი ზოლი შუაში გავწყვიტოთ და იქნება შავი თეთრი კანტით. ესე კაპოტზე ჭერზე საბარგულზე ჩამოვალთ აქ. გვერდით დაეწერება GR, ეს ნაცრისფერი დიზაინი, შავი ზოლი, თეთრი ზოლი, აქაც და აქ იქნება ეს სპონსორების ლოგოები. აქ ჩამოვწერთ სპონსორებს, აქ დაეწერება 0S რეისინგი და იქნება რა. ძალიან მაგარი იდეა. აი, ნახოთ აბა რა გამოვა. გადავიდეთ უკვე უშუალოდ მუშაობაზე. კოცო მზად ხარ? კარგი. დაგვიწერეთ კომენტარებში რამდენმა ადამიანმა იცოდით საერთოდ ამ მოდელის შესახებ. იცოდით ბევრმა? მე პირადად საერთოდ არ ვიცოდი ეს მოდელი რო არსებობდა. ეს შორიდან რომ ენახა რაღაც მომენტში Civic-ი მეგონებოდა რაღაცა, მაგრამ თურმე Toyota ყოფილა. სიმპათიჩნიკია ეს რაღაც ვარიანტი, რა. კაი, შემდეგ ეტაპებზე რო გადავალთ, ისევ დაგიბრუნდებით აბა დროებით. მოკლედ ახლა იმისათვის რომ დავასტიკეროთ ჩვენი მანქანა და გადავიყვანოთ სრულიად ახალ ეტაპზე, გვჭირდება მისი დასუფთავება და გარეცხვა. რაშიც გვეხმარება დასუფთავების და დარეცხვის ოსტატი სპაიდერი. სპაიდერ! მე მიხედე საქმეს, დავაი. დავაი. and the couple in the tap for the who in the German check back into the Dolce paper mat you with the factory 다르다가 중심을 잃어 넌 이렇게 반들에게 이시대 리더 순수가 판치를 추세 사자가 판치를 현생부 찾아주죠 넌 어디서 오지 말았던 수익자의 진심이라 뺐던 놈들 중에 건산도 없지 배매여가 너를 감아쳐 쓰게도 졌으니 금방 두 다음 날이 돼 금방 또 다음 해가 돼 금방 또 다음 생이 돼이 굴레에서 벗어나게 도와주니 칼춤 당일 시대 정신병 이 시대 대표 트레인 시대 밖에 도미 같은 말이 무시되는 트렌드 money only 사상반이 단복적인 그런 friend 그게 하나뿐인 fame 그게 하나뿐인 fame Spider Fantastic Clean 단복적인 그런 friend 그게 하나뿐인 fame 그게 하나뿐인 fame 오마니 밤에 home 오마니 밤에 home 오마니 밤에 home 오마니 밤에 home 오마니 밤에 home
მოვედით ახლა ამ ბოლში, რომ ჩვენი ავტომობილისთვის ავარჩიოთ საბურავები. დისკები, რომელიც ვიყიდეთ, ძალიან მაგარი დისკები, მაგ დისკებს უნდა მოვარგოთ საბურავები, რომ ფრთაში არ მოედოს შიგნიდან და ნახოთ რა ვარიანტებს შემოგთავაზებთ. და რა თქმა უნდა, ახალი აკუმულატორიც სჭირდება მანქანას, იმიტომ რომ ძველი მკვდარია. დაველოდოთ. გამარჯობა. ჩვენ მანქანას ეყენა 15-იანი დისკები. 15-იანი დისკებს ეყენა საბურავები ფოტომაგადაღებული. საბურავები 195-50-ზე. ხო, ჩვენ ვუყიდეთ ახლა 16-იანი დისკები და გვინდა ისეთი ზომის საბურავი, რომ არ მოედოს ფრთას. ე ბატონო, რა მანქანაა კიდევ ერთხელ შემოგცემოთ? ეს არის Toyota Paseo. ვიცი, ეს მანქანა. მოკლედ შემიძლია შემოგთავაზოთ 195-55-ზე 16 ზომის საბურავები, ჩინური ტრაიენგლები, საერთოდ საკმაოდ კარგი ხარისხის საბურავებია, მოდელი TH202. თუ გადაწყვეტ, შეგვიძლია ამოვიტანოთ და დავაყენოთ. ჩვენი მე მომწონს კოსოში. 제방에 두는 도치 베이빵 맞추 the factory 다르다가 중심을 잃어 널 이렇게 만들게 이 시대의 리더 순수가 판치를 추세 사자가 판치를 현생부 찾아 주죠 넌 어디서 어제 말했던 수익자리 진심이라 뺐던 놈들 중에 건산도 없지 배매여가 너를 감아쳤으 그래도 졌으니 금방 또 다음 날이 돼 금방 또 다음 해가 돼 금방 또 다음 생이 돼이 굴레에서 벗어나게 도와주니 칼춤당의 시대 정신병 이 시대 대표 트레인 수레바퀴 도미 같은 말이 무시되는 트렌드 너는 이 사상반이 단복적인 그런 프레임 그게 하나뿐인 fame 그게 하나뿐인 fame 오마니 밤에 home 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 오마니 하나 둘셋 가자 원유만 바이니 브로디의 젊음 똑같은 독거리 복사는 허풍 껍데기밖에 없는 이 신비생 선비 의상의 논평 거짓말이 썩기 싫은 길이 다른데 나를 지키기 위해서 입을 타는데 너를 지키기 위해서 나를 가는데 한두 곳 판사의 코베인의 조준 바비 움직여라 네 몸뚱이 상만대로 적었으니 뭐 제대로 된 게 없지 금방 또 다음 날이 돼 금방 또 다음 해가 돼 금방 또 다음 생이 돼이 굴레에서 벗어나게 도와주니 칼춤당의 시대 정신병 이 시대 대표 트레인 수레바퀴 도미 같은 말이 무시되는 트렌드 너는 이 사상반이 단복적인 그런 프레임 그게 하나뿐인 fame 그게 하나뿐인 fame 오마니 밤에 home 오마니 밤에 home 오마니 밤에 home 오마니 밤에
ბოლომდე მიადგი და რამე თუ გაგიჭირდება აქ 0-100 აგვარებს ყველა პრობლემას და მშვიდად მიხვალშინ მანქანა ისტორიის გარეშე ნული ფასი არ გვაინტერესებს მარკა არ გვაინტერესებს ფასი ისტორია მოყევი და შენ მოგისმენს 0-100 და ტოვე მანქანა შენ სხვა რამეზე გადართული ცოტა ხანში შინ მიყავს ამ ფლოუსავით გამართული თანქართული პირველი თემა პირველი მავთული და რთული არაფერი თუ სწორად გაგებული გვიანბე მოგისმენენ თავს რაც გადაგხდენია და შევაკეთეთ ეს მანქანა მგონი შენია მოგესალმებით მეგობრებო ჩვენი მეოთხე გადაცემა მეოთხე მანქანა რომელიც გავაკეთეთ და მოდი აღარ გავწელოთ ხო ბექა პირდაპირ რაღაცა წესიერი გამარჯობა მაინც გეთქვა რა მაშინ შენ მიესალმე მაყურებელს მე რანაირად მივესალმე კარგი აი ეს უნდა გააკეთო მოგესალმებით მეგობრებო მეოთხე გადაცემა უკვე დასასრულს უახლოვდება ერთი სული მაქვს როდის ვაჩვენებთ ჩვენს პატრონს კი არა ამ მანქანის პატრონს თავის მანქანას ჩემი აზრით რაღაცნაირად საუკეთესო შედეგი დაიდო დღეს რაც კი ყოფილა საერთოდ იმიტომ რომ არ ვიცი მე ძალიან აღფრთოვანებული ვარ და ძალიან შურს პატრონის რომ ესეთი მანქანა ეყოლება იმიტომ რომ ეს არის ნამდვილი ექსკლუზივი აი ესეთი მანქანა სხვა თბილისში და საქართველოში საერთოდ არ ივლის მე მგონი სოფლიოში არის ესეთი მანქანა ისედაც ხო ძალიან იშვიათი მოდელია და ზუსტად ესე გაფორმებული უკვე არ ვიცი და მოდი ახლა ბევრი აღარ გავწელოთ ბრავო ბევრი აპლოდისმენტები ბეკას ძალიან კაი იყო ბარემ შენ შემოიყვანა არა შენ კაი მოკლედ ჩემი აზრით ამომწურავად მოგახსენათ ბეკამ ყველაფერი და მოდი ახლა მე დავრეკავ და წავალ და შემოვიყვან გამარჯობა როგორ ახარ კაი გამარჯობა მოდი ამას დაგიყენებ აჰა გამარჯობა მოგესალმებით წავედით წამო აბა რას ფიქრობ ახლა მოლოდინები მაქვს ძალიან დიდი რაღაცები პატარა ვიდეოებს რასაც ვნახულობდი რავი სასწაული გამო ჩემი აზრით ხო რაღაცა ისეთ ვიდეოებს დებდით რომ თად მანქანას არ ვაჩენდით მაგრამ გამარჯობა მოგესალმებით გამარჯობა როგორ ბრძანდებით იდეალურად როგორი მოლოდინები გაქვთ ეკა სოსო ჩემთვის ეს სახელი ხო იცი ამეტანი დამწესებულა ძალიან სხვა მონდომებაზე აღვიყვანე გამარჯობა აი დაახლოებით რა მოლოდინები გაქვთ რო გითხრათ აი ძალიან კაი ხო კარგი წავალ ოჯახს ნახავ ფერი არ შეგვიწვია ფერი არ შეგიძლია ეგ ხო იცოდე რომ ფერი არ ჩემი მანქანაც იგივე ფერია სხვათა შორის და მიყვარს ძალიან თან უხდება ძალიან მაგრამ რაღაცა ისეთი დეტალები გავუკეთეთ რომ მე ნუ გზადაგზა მოგიყვებით და მოდი ახლა მოდი მაშინ გადავხადდები მოდი მე და შენ გადავხადოთ აბა კამერა დაგვიდგეს რომ კარგად გადაიხადოს ა გოცო შენ იქნები თუ აბა შენ რომელი იქნება გოცო იქნება აი გოცო აბა დავითვალოთ აი 5-4 და ეგრეთ არა 3-2 და ეგრეთ 3-2 შვიდობაშიო მოკლედ და რაღაცებს აგიხსნი. გარდა ვიზუალურისა, ეხა შიგნიდანაც რო ჩავიხედოთ. მოგწონთ? მთლიანად შეიკერა სიდენიები, მოკლედ. და დასაჯდომები, სკამები, სპიდომეტრი შეიცვალა. აი ესეთი სპიდომეტრი არის. რომელსაც მაგალითად შენ თუ მოგბეზდება წითელი ფერი, შეგიძლია გაამწვანო, შეგიძლია გაატეტრო, შეგიძლია დაჯდე მოირგო მანქანა. არის ვინტაჟი, ხო რაღაცა ვინტაჟი ფორსაჟია რა, 90-იანების ფორსაჟია რა. აი ახალგაზრდული ისეთი მაგარი სპორტული მანქანა გამოვიდა რა ძალიან. ცოტა მშულ. აუ, შეიძლება, ჩემო სეხნია. არ ვიცი დისკები შეამჩნია თუ არა, მაგრამ ძალიან მაგარი დისკები აყენია. ძალიან მაგარი დისკები აყენია. ბამბამბენ ტოკიო. და ჩვენ როგორც გავარკვიეთ, რაღაცა Toyota-ს ქონია ეს GR-ი, რაღაცა
სპორტული ხაზია რა, Toyota სპორტული ხაზია და მაგ ხაზს გავყევით რა. დანარჩენი ყველას დამსახურება ზედკარებზე არის. ხო, წინაში თოკიც გადავაკეთეთ, აქ რაღაცა ის ქონდა, ნატურა, ნისლსა წინააღმდეგ. ხო, სანისლეები, ეს ამოვჭერით აქ ეს ლამაზად ძალიან და ბადეები გავუშვით და ხო, იმიტომ რომ მე ვფიქრობდი რომ ეს უფრო რაღაცა სპორტული ხასიათს შეძენდა მანქანას რა და ვაფშე სხვა მანქანა. მოკლედ ეს არის. სასწაულია. ესეც ერთ წარმოვიდგენ. მართლა? არა, ეს დედასპიცა არა, მართლა არ მეგონა რომ ესეთი რაღაცა შეიცვლებოდა რადიკალურად მანქანა. აი აგა. ძალიან მიხარია თუ იმედი გვაქვს ის სიამოვნებ. ყველაფერი ერთად, ყველა ემოცია ერთად. სალონი ძალიან მაგრად არის შესრულებული. ის სალონი ძალიან აი ეს იყო ჩვენი მეოთხე გადაცემა. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენ სპონსორებს და გილოცავს ასო. მადლობა ძალიან დიდი მთელ გრუპს. ჩვენ გემშვიდობებით და ძალიან მალე დავდოთ უკვე მეხუთე სერიას. გიგა. წავიდეთ რა ახალი მანქანა ნახოთ. მე ერთი ძალიან მაგარი მანქანა მყავს. მართლა? თვალში ამოღებული. კი. რომელი ქვეყანა? გერმანია. Das ist aber sehr schön. Fantastisch. ზუსტად, მოკლედ. დაგიბრუნდებით გერმანიიდან. ნამდვილია ჯი ბოლომდე მიადგი და რამე თუ გაგიჭირდება აქ 0-100 აგვარებს ყველა პრობლემას და მშვიდად მიხვალშინ მანქანა ისტორიის გარეშე 0 ფასი არ გვაინტერესებს მარკა არ გვაინტერესებს ფასი ისტორია მოყევი და შენ მოგისმეს 0-100 და ტოვე მანქანა შენ სხვა რამეზე გადართული ცოტა ხანში შინ მიყავს ამ ფლოუსავით გამართული ქანქართული პირველი თემა პირველი მავთული და თული არაფერი თუ სწორად გაგებული გვიანბე მოგისმენენ თავს რაც გადაგხდენია და შევაკეთეთ ეს მანქანა მგონი შენია